პუტინმა ომის დასრულებაზე ფიქრი დაიწყო, ყველაფერი ირანში დაწყებულმა ომმა შეცვალა. სტატიას New York Times-ი აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილებამდე ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ამერიკული სანქციებისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მიიყვანა. მოსკოვში საუბრობდნენ შესაძლო საკადრო ცვლილებებსა და ხელისუფლების გადაწყობაზეც. რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებში ჩართულობის პარალელურად ტრამპი კრემლის მოკავშირე რეჟიმებს ანადგურებს. გასულ კვირას რუსული მედია წერდა, რომ აიათოლას სიკვდილის შემდეგ პუტინის საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა და ეს მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე ხანგრძლივი გაუჩინარება იყო. საქართველოში ავარიებისა და ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. 2025 წელს 5969 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 100-ით ნაკლები იყო. თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას მაისის შუა რიცხვებიდან გეგმავს. ამის შესახებ BMG-ს ვიცე-მერმა განუცხადა. მერია 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციასაც გეგმავს, რომელიც მათი ვარაუდით 2030 წლისთვის დასრულდება. ირაკლი ხომასურიძე, რომელმაც სიონის ტაძარში ოცნების მაღალჩინოსნებს საპროტესტო შეძახილით მიმართა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ყვება, რომ ინციდენტის შემდეგ პოლიციელებმა კრწანისის ტყის სასაფლაოებისკენ წაიყვანეს და იქ დატოვეს. დროა ხელისუფლებამ პასუხი აგოზეს, ფრაზა გააჟღერა მან სიონში.